DevOps-ში ყველაზე მეტად რაც მომწონს ეს არის მუდმივი ცვალებადობა და სიახლეები, რომლებსაც უნდა მიჰყვება მუდმივად გაძლევს იმის საშუალებას, რომ რაც შეიძლება მეტი ისწავლო და განვითარდე თავად. მე ვარ სალომე ჩადუნელი, DevOps ინჟინერი. ყოველთვის მაინტერესებდა ზოგადად ტექნიკური სფერო. ამიტომაც 3 წლის წინ დავიწყე შესწავლა Python-ის, რის შემდეგაც მუშაობდი backend developer-ად. ეს იყო ჩემთვის დასაწყისი, რითიც ეს ინტერესი უფრო მეტად გამიღრმავდა, იმიტომ რომ ყოველთვის მაინტერესებდა თუ ეს ჩემი მიერ შექმნილი კოდი და დაწერილი კოდი როგორ ხდებოდა ხელმისაწვდომი და როგორ მიდიოდა მომხმარებლამდე. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ შემესწავლა DevOps ინჟინერია. ბევრი მასალა მოვიძიე. ვიყენებდი როგორც YouTube-ს, ასევე სხვა ონლაინ კურსებს. თუმცა სრულფასოვანი არც ერთი არ იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა იყო რუტინულად გამზადებული ვიდეო. ამიტომაც გადავწყვიტე მომეძიე ესეთი დაწესებულება, სადაც შევძლებდი, რომ უშუალოდ მენტორის დახმარებით შემესწავლა DevOps ინჟინერია. ჩემთვის მისაღები Skillviz-ის პროგრამა აღმოჩნდა, სადაც დავრეგისტრირდი და შესაბამისად გავიარე ონლაინ კურსი. ყველაზე მარტივი ჩემთვის რაც იყო ეს, რომ ხელმისაწვდომი იყო ონლაინ ლექციები. რაც ძალიან პრაქტიკული არის, განსაკუთრებით მაშინ, რომ შეიძლება დროის ფაქტორით სხვაგან უფრო მეტად საჭირო იყო რაღაც კონკრეტულ მომენტში. ყველაზე კარგი და დასამახსოვრებელი რაც იყო ვორქშოპები, რომელსაც უშუალოდ ტრენერი ატარებდა და ამ ვორქშოპებზე გქონდა საშუალება იმისი, რომ დაგვესვა ყველა კითხვა, რაც კი დაგროვილი გქონდა და პრაქტიკულად მიგვეღო გამოცდილება გაგვეკეთებინა ონლაინ ყველაფერი, რაც იქამდე ლექციაზე იყო ახსნილი. შესაბამისად ეს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ ცოდნას მიღრმავებდა. სწავლის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ სწორედაც რომ ეგ იყო, რომ მიუხედავად თეორიის კარგად ცოდნისა, პრაქტიკაში გაკეთება საკმაოდ ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ამიტომ ნებისმიერ დროს შეგვეძლო რომ ჩაგვენიშნა ლექტორთან უშუალო შეხვედრა და მაქსიმალურად ხდებოდა ამ ყველაფრის ახსნა გამარტივებულად და ხელმისაწვდომი იყო თითქმის ყველა რესურსი ჩვენთვის. არ შემეძლია არ გამოყო კარიერული ზრუნვის სამსახური. ისინი უშუალოდ მაძლევდნენ ფიდბექს თუ როგორ შეიძლებოდა გამემართა ჩემი LinkedIn-ის პროფილი, როგორი უნდა მქონოდა რეზიუმე და როგორ უნდა წარმდგარიყავი დამსაქმებელთან. რამაც უშუალოდ გამზარდა ამ კუთხით. კურსის განმავლობაში მეტად განმივითარდა როგორც ტექნიკური, ასევე რბილი უნარები. ჩემთვის ძალიან ბევრი ბუნდოვანი საკითხი გახდა ღია და მარტივად ათვისებადი. შემატა გამოცდილება გუნდურ მუშაობასთან დაკავშირებით და მეტად მომამზადა შემდგომი ნაბიჯებისთვის, რაც შემიძლია გადავდგა DevOps ინჟინერის როლზე. დღეს დასაქმებული ვარ DevOps ინჟინერის პოზიციით. ვაკეთებ იმას, რაც მე თავად ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რომ ამით გავჩერდე. ჩემი სამომავლო გეგმები ეხება უფრო მეტად cloud სპეციფიკას. მინდა რომ ეს ყველაფერი უკეთესად შევისწავლო და ავიღო სერტიფიკატები საერთაშორისო დონეზე, რომელიც მეტად ამეხმარება იმაში, რომ დავსაქმდე დიდ კომპანიებში.